თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია ჯონდი ბაღათურია, ბატონო ჯონდი, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. ხვალ პარლამენტის წინ იგეგმება კიდევ ერთი დევნილთა აქცია, რაც ისე უკავშირდება მათ გამოსახლებებს. ეს გამოსახლება უნდა მომხდარიყო ახალი წლების წინ, თუმცა გადავადდა 15 იანვრამდე. თქვენი ინფორმაციით დაიწყება ისევ დევნილების გამოსახლება 2 დღეში. მე მინდა გითხრათ პირდაპირ, რომ აბსოლუტურად უკანონოა აქამდე რა გამოსახლებებიც მოხდა. და თავისუფლად არის შესაძლებელი ცივილურ ქვეყანაში სისხლისამართლის საქმეც კი აღიძრას აი ამ გამოსახლებების გამო, იმიტომ რომ კანონის უხეში დარღვევით მიმდინარეობს და შეეხება 15 იანვარს დანიშნულ გამოსახლებას. მთავარი მიზანი, მთავარი ამოცანა ამ ანტიკრიზისული საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის და რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კოორდინაციით უნდა გაიმართოს თუ კი მან ეს ჩვენი ესე იგი მიმართვა მიიღო და წამოვიდა ამ შემხედი ნაბიჯი გადადგა ალბათ ხვალ შეუტანებით ჩემი აპარატი შეუტანს მას ხვალ მის სამდინოში ჩვენს მიმართვას ხოთა შევს მინდა გითხრათ რომ ამას ხელი მოაწერა უკვე ანტიკრიზისული პრინციპში თითქმის ყველა შემავალმა პარტიამ გარდა ნაცმოძრაობისა და ხორცთევი ქრისტიან დემოკრატებს არ აქვთ მოწერილი ხელი, მაგრამ ესენიც მოაწერენ ხა დღეს მოაწერა ბოლოს მრეწველთა კავშირმა და ამით პრაქტიკულად რატომ მოითხოვთ ბატონო ჯონდი ანტიკრიზისული საბჭო შექმნა? რაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ პროცესზე ანტიკრიზისულმა საბჭომ? ძალიან ღიად გეტყვით რომ თავარი ახლა ეს შეტევა რასაც თქვენ ჩვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან ხედავთ ამ ჩვენი ამოცანა არის 15 იანვარს დაკიდებული თარიღი იქნას მოხსნილი. ეს დაძაბულობა მოიხსნას დავსვათ ერთად მაგიდასთან, შესაძლოა კანონის მოთხოვნაც არის რომ დევნილები ასევე მონაწილეობდნენ თავისი განსახლების პროცესში და კანონში პირდაპირ წერია, რომ დევნილის განსახლება კანონური გზა არის ერთადერთი, როდესაც ის თვითონ ნებაყოფლობით თანხდება იმ საცხოვრებელ პირობებს, რომელსაც მას თავაზობენ. თუ კი ის არ თანხდება, მაშინ არავის სახელმწიფოში პრეზიდენტთან დაწყებული პატრულის რიგითი თანამშრომლობით დასრულებული არ აქვს უფლება ხელი აიღოს დევნილზე და აიძულოს ის ხელახლა დევნილობაში წავიდეს, იმიტომ რომ მე შეიძლება ძალიან ემოციური რაიმე ვთქვა, მაგრამ ბოლო 20 წელია 91 წლის შემდეგ რაც დევნილები ესე იგი 12-13 წლის შემდეგ რაც დევნილები თბილისში ჩამოვიდნენ, აქ უკვე იცით რა ახალი ცხოვრება დაიწყეს რეალურად 20 წელი ცოტა დრო არ არის 17-18 წელს მე გასაგებია ბატონო ჯონდი, მაგრამ გამოსახლებები დაიწყო ზაფხულში, აგვისტოში. მაშინ რატომ არ მოიწვიეთ? მაშინ რატომ არ მოითხოვეთ ანტიკრიზისულ საბჭოს? მაშინ მოიწვიეთ. მაშინაც სხვათა შორის ჩემი ინიციატივით მოიწვიეთ. თქვენ გექნებათ ალბათ არქივში სხვათა შორის ძალიან საინტერესო. მაგრამ გადაწყვეტილებაზე ყოველ შემთხვევაში მივიღეთ გადაწყვეტილება კანონიერ და დადებითი. როდის სანამ დაიწყებოდა გამოსახლება? აი როგორც კი დაიწყო და გამწვავდა ეს ვითარება, მაშინაც ზუსტად ესე განვითარდა პრობლემები, ზუსტად მაშინაც ქართული დასი გამოვიდა ინიციატივით, მაშინაც ანტიკრიზისულ საბჭოს ყველა წევრმა პრაქტიკულად მხარე დაუჭირა. შედეგი რა იყო? შედეგი იყო ის, რომ მინისტრმა თქვა, რომ დიახ, ეს არის უკანონო, ძალადობრივი გამოსახლება და პირდაპირ დადო პირობებს აუდიო ჩანაწერი. მაგრამ ის ადამიანები უკვე გამოსახლებულები იყვნენ თანაც ძალადობრივი მეთოდებით. ნაწილი, დიახ, მცირე ნაწილი, გაცილებით მცირე, ვიდრე დღეს არის, მე გააგრძელეს. მე უბრალოდ ისე თქვა, რომ მან თქვა, რომ ჩვენ ამას შევწყვიტავთ. ჩვენ გვაქვს საოქრო ჩანაწერი და ეს კი არა და პირ-პრივატული შეხვედრის ეს არის ოფიციალური ანტიკრიზისული საბჭოს ხდომაზე, აქვს აუდიო ჩანაწერი. სადაც მან თქვა, რომ შეწყდება ასეთი ძალადობრივი გამოსახლება და არც ერთ დევნილს არ ვაიძულებთ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი თუ კი ის არ იქნება თანახმა. მაგრამ რა დააშავეს იმ დევნილებმა, ვინც უკვე გამოსახლებული იყო? მაშინ მოგეთხოვათ რომ დაებრუნებინათ ისინი ძველ საცხოვრისში. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვეთ, ეგ ძალიან ლოგიკურად აგრძელებთ მაგას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საკითხები დადგა და როცა ახლა მე და თქვენ როგორ საუბრობთ ესე და ამას ესწრებიან ჟურნალისტები მიდის აუდიო ჩაწერდა თქვენ მინისტრის სტატუსით ლაპარაკობთ ახლა მეც ხო რაღაცა ტაქტი, მორალი, რაღაც ხო არსებობს, არა კაცი გეუბნება რომ მე ამას ასე გავაკეთებ. იმის მერე რაღაც პერიოდი აიღეს პაუზა და თქვენ თუ აკვირდებით, მაშინ დაფხულში დაიწყეს, ახლა საახალწლოდ დაიწყეს. ესე იგი ყოველთვის დრო აქვს ისეთი, როდესაც ეს არის როგორ გითხრათ, პოლიტიკურად მიძინებული რაღაც ესეთი ჩამქრალი პერიოდი, როდესაც რთულია პოლიტიკური აქტივობის გამოწვევა საზოგადოებაში და ესე დროს ყოველთვის სარგებლობა. თუმცა წინა საახალწლოდ ამ მეთოდმა არ გაამართლა. წინა საახალწლოდ ამ მეთოდმა გაამართლა, ძალიან ბევრი დევნილი მანამდე გამოასახლეს. შეწყვიტეს. მაგრამ მასობრივი გამოსახლება ვეღარ დაიწყეს. აი ზედმეტი გამოსდიოდა და ჩემს აზრს გეუბნებით, რომ 31-ში ახლა გამოსახლება და დაეწყო და 30-ში
ძალიან დიდ აღშფოთებას გამოიწვევდა თუმცა ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. მე მინდა გითხრათ ძალიან გონივრულად მუშაობა. სხვათაშორის მინდა გითხრათ საზოგადოებაში დევნილებთან დაკავშირებით აი პიარის გამო აზრი გაყოფილია, იმიტომ რომ ესენი ავრცელებენ ესეთ ინფორმაციას თბილისელებში განსაკუთრებით, ისევ ჩვენ ვაძლევთ დევნილებთან შესაძაც, რომ ყველას თბილისში უნდა ეხლა თბილისელების ერთ ნაწილში, რომლებიც უბრალოდ ინფორმირებული არ არიან, რეალურ მდგომარეობა როგორია, გაჩნდა აზრი, რომ მართლა ეხლა ყველა თბილისში, მთელი საქართველო თბილისში ვერ დაეტევა, ხო? ბოლო-ბოლო მანქანების სიჭარბეა უკვე აქედან გამომდინარე ძალიან დიდი არა. სინამდვილეში მდგომარეობა ასეთი არის. დევნილების აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს თანხმობას, სადაც მიუჩნდნენ ადგილი, მაგრამ მათ ხო ჭირდებათ რაღაცა ინფრასტრუქტურა არსებობისთვის, რა, სამსახური ჭირდებათ. მაგალითად, ფოცხო ძალიან კარგი სოფელია, სხვათაშორის მე სენაკელი ვარ წარმოშობით და თუმცა ინფრასტრუქტურა დღეს იქ რამდენთან ცნობილია, ნაკლებად არის. ნაკლებად კი არა, არ არსებობს. და მინდა გითხრა, ფოცხოში სამეგრელოს მთიანეთში ჩაასახლეს დევნილები და ისიც ჩაასახლეს სახლები ცალკე კი არ დადგეს და იქ რო ეზო კონდეს და მწვანილი მოიყვანოს და ქათა მიყავდეს და რაღაც საქონელი გაიჩინოს. არამედ საერთო საცხოვრებელ კორპუსი აშენეს. და ეს იგი შეასახლეს. როგორ უნდა იარსებო? აქ დევნილი თბილისში რატომ მოიწევს თბილისისკენ? თბილისში ერთი ქუჩის კუთხეში მაპატიეთ, მაგრამ ბანანი რო იყიდა, წავიდა მეორე ქუჩის კუთხეში მოხუცებულმა დევნილმა ადამიანმა 50 თეთრით მეტად გაყიდა და ჯამში რაღაც 2-3 ლარი მოაგდო და შვილიშვილს სახში წავუყო. თბილისი ამ ეკონომიკური თვალსაზრისით არის თაკომბალა და უფრო შეუძლიათ თავის ჩემს. მაგრამ აი დღეს რაზე გავლენას მოახდენს ანტიკრიზისული საბჭო? შეწყდება დევნილთა გამოსახლება თქვენი აზრით თუ ანტიკრიზისული საბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს? ანუ რა შედეგს ელით? ანტიკრიზისული საბჭო მინდა გითხრა ამისთვის არის შექმნილი. ჩვენი თავარი ამოცანა მიზანი არის კანონმდებლობით, თქვა რომ მოვალეები ვართ, რომ აი ამ პროცესის მონიტორინგი ვაწარმოოთ, ასევე იმ სახსრების, იმ ფინანსების მონიტორინგი ვაწარმოოთ, რომელიც დევნილების და ამ კუთხით უნდა დაიხარჯოს გრანტები, ტრანშების 4 მილიარდი, რომელიც შემოვიდა. ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი ეს საუკეთესოდ კეთდება, ზოგჯერ არის ჩვენ ვართ ხოლმე ერთმანეთს მიმართ კრიტიკულად, მაგრამ ნაწილობრივ ჩვენი ექსპერტები ყოველ შემთხვევაში ძალიან აქტიურად მუშაობენ და მინდა გითხრათ რომ ჩვენი მონიტორინგის დროს ეხლა ეს შენი მოთხოვნა იყო, მაგრამ არ იყო მარტო ქართული დასის ინიციატივები, სხვა პარტიებიც არიან წარმოდგენილები, ამ ვერ დაუკარგავ ჩემ კოლეგებს თავის აქტივობას და მინდა გითხრათ რომ სურათი რომელიც ეხლა უკვე ხვალ იქნება მე გუშინ გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, საკმაოდ შემაშფოთებელია. ანუ მონიტორინგის შედეგებს გულისხმობთ? დიახ, მონიტორინგის შედეგები აქ იკვეთება ის რომ მაგალითად 2 წლის განმავლობაში ძალიან დიდ რაოდენობას, ეხლა დგინდება რაოდენობა რამდენია, მაგრამ 100 და 200 და 500 ხო საკმარისია, რომ კანონის დარღვა ჩაითვალოს დევნილთა სამინისტროს. ადამიანებს არ აქვს სტატუსი მიღებული დევნილის. და კანონი მოითხოვს, რომ დევნილს სტატუსი დევნილის მიენიჭოს დაუყოვნებლად. რატომ უნდა მიენიჭოს დევნის სტატუსი დაუყოვნებლად? იმიტომ რომ შესაბამისად ამ სტატუსის შემდგომ ის სარგებლობს პრივილეგიებით, ის სარგებლობს იმ უფლებებით. რატომ ყოვნდება თქვენი ინფორმაციით სტატუსის მინიჭება? საერთოდ თუ გაქვს თვითონ სამინისტროს წარმომადგენლებთან კონტაქტი? მე მინდა თქვა, რომ დიახ, როგორ აქტიური კონტაქტი გვაქვს, მე ხლა ყველაფერსაც არ დაუკარგავ. ძალიან ხშირი კონტაქტი მინდა გითხრათ, რომ იგივე კომპენსაციასთან დაკავშირებით, სადაც მე ეჭვი მაქვს რაღაც კორუფციულ გარიგებებსაც აქვს ადგილი. მე მაგალითად ძალიან აქტიურად თანამშრომლობ სამინისტროსთან, მათ შორის მინისტრთანაც და დაახლოებით ერთი შემთხვევაში რაც ციფრებით შემიძლია გითხრათ, 155 ადამიანამდე სია, რომელიც მე გადავეცი, ესე სტატუსი არ ქონდათ მინიჭებული, არ ქონდათ კომპენსაცია აღებული. დაახლოებით 135-140-მა უკვე მიიღო კომპენსაცია. დანარჩენი ვინც არ მიიღო, გადავამოწმე ყველას არგუმენტი იყო სწორი, ესე იგი, ეგრეთ წოდებული სეზონური დაჩნიკებს ეძახიან, ანუ ამ ადამიანებს ეკუთვნის, მაგრამ ეკუთვნის მეორე ეტაპზე, პირველ რიგში, ვისაც არაფერი არ ქონდა, ამას არ თბილისს. გასაგებია, რა შეეხება ბაბნეჯადი? ესეთი მომენტები არის და არ უკარგავ, მაგრამ დიახ, აი ეს მინდა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საუბრობს დევნილებისთვის განკუთვნილ ფინანსებზე, თუმცა პრინციპში ანუ რეალური მტკიცებულება რომ არის ამ მართლა კორუფციასთან გვაქვს საქმე, არ გვაქვს საქმე. არა, როგორ არის? სადიხარჯება ეს თანხები არის და მინდა გითხრათ რომ არაერთი ადამიანი დაპატიმრებული კიდეს ახლა ბევრი საქმე აქედან არ გახმოვრებულა, მაგრამ ჩვენც ძალიან დიდი გახმოვრეთ თუ გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია. არა, დაპატიმრებულები არიან და კონკრეტული ახლა რაც ვინც დაუპატიმრებელი არის, ამაზეც გვექნება ლაპარაკი. ვინ არიან დაპატიმრებულები? სახელგვარებით ახლა სამინისტროს თანამშრომლები თუ შეიძლება მე არა ვარ მოხდე. არა, უბრალოდ რა სტატუსის ადამიანები არიან? საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები.
არიან დაკავებულები უკვე და დევნილთა სამინისტროსთან დიახ, საკმაოდ მაღალი თავდადების პირები კორუფციული გარიგებების გამო. იმიტომ რომ ვაჭრობდი ყველაზე სამარცხინო ვაჭრობით, მაგალითად თავშესაფრით. ესე იგი, თქვა, მიწერდი შენ, გაუგზავნიდი რეკომენდაცია, ჯერ ჩემი რეკომენდაცია ყველას ხო არ აქვს საშუალება 200,000 დევნილი და ჯონდი ბაღათურიასთან მივიდეს და წერილები აწერინოს, არა, მაგრამ თუმცა საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია არ არა აქვს თავშესაფარი და დიახ არ ქონდა საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ეკრანზე ვხედავთ ჩვენ მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრების ფაქტებს. ესე იგი, რამდენი მე არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, როდესაც დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი დააპატიმრეს კორუფციის გამო. არა, ნამდვილად დააპატიმრეს, მინდა გითხრათ და ეს იყო ყველაზე როგორ გითხრათ, მისასალმებელი დაპატიმრება ადამიანის არ არის რა. მეორე მხრივ ხა ჯერ ჩვენ გავახმაურეთ რამდენიმე ფაქტი და მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, როცა ხედავ ეკრანზე რომელიმე მაღალჩინოსას, რომელიც სახელით გვარით აჩვენებენ კადრებს ამ ტელევა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს სწორედ ეს მაინტერესებს თქვენი ინფორმაცია რატომ არ მოხდა იგივე დევნილთა სამინისტროს თანამშრომლებთან დაკავშირებით? ჩვენ რატო არ გავაკეთეთ? არა, თქვენ როგორ ხსნით? დიახ, ხელისუფლებამ რატო დამალა ეს ფაქტები, როდესაც თქვენ თვითონ ბრძანებთ, რომ ძალიან ხშირად ეკრანზე ვხედავთ? მსგავს სცენებს. ვერ გეტყვით. თუმცა 1-2 ფაქტი იყო გახმაურებული. ჩვენც გავახმაურე, მაგრამ მე თვითონაც ესე იგი ეს აჩვენეს დაპატიმრება, მაგრამ დიდი აჟიოტაჟი ამაზე არ ატეხეს და მე ამას ცუდად არ მივიჩნევ. შეიძლება ამან გული ბევრს ვაბერ მოვხარ, იმიტომ ვერ გაიგეს თუ ხალხი დააპატიმრეს, მაგრამ თავარია კორუფციული მომენტი იყო აკვეთილი და ეს არის თუმცა დევნილები ეს ძალიან სპეციფიკური და ძალიან ფაქისი თემაა ბატონო ჯონი. აბსოლუტურად გეთანხმები და სწორედ ამიტომ და უნდა აღოს თუ არა მინისტრმა ასეთ შემთხვევაში პასუხი უნდა აღოს თუ არა მინისტრმა მართლა კორუფციასთან ძალიან გულწრფელად რომ ჯერ პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ არანაირ ჩასაფრებულ პოზიციას ახლა ჩვენი მხრიდან ეხლაც კი მინისტრის მიმართ არ აქვს, მაგრამ მეორე მხრივ და არც მე არც ვამბობ იმას რომ მინისტრი ახლა პასუხი ვაგებიო თითოეულ მისი თანამშრომლის, სამინისტროს თანამშრომლის რაღაცა კორუფციულ გარიგებებს, მაგრამ მეორე მხრივ მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ მოიხდის, იმიტომ რომ როცა სისტემატურ ხასიათს იღებს და სისტემად გადაიქცევა კანონის დარღვევას, და კორუფცია არ არის სავალდებულო, რომ $300 ქთამი აიღო დევნილის შტაბ-შტაბიდან გამოსახლებისთვის, ან არ გამოსახლებისთვის. კორუფცია არის მათ შორის ისიც, როცა უკანონო და ძალადობრივი მეთოდებით ხდება გამოსახლება დევნილების და ეხლა რაც დარჩენილი არის ახლა კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით, რასაც მე ესე იგი ჩვენ ზეგ დილით უკვე გვექნება ყველა მასალა და მე ვაპირებ კონტროლის პალატასაც გადაუგზავნო გარდა პროკურატურისა ეს მასალები და რა შეეხება ეს მასალები 2 წლის განმავლობაში ესე იგი ჯერჯერობით შემიძლია თქვა რამდენიმე ათეულ ადამიანს ისი ჩვენებებიც მე ჩვენ უკვე გაგვაჩნია ჩვენებას ვეძახით ჩვენებას რომ ისე ეს განცხადებას რომ მიმართა არის ფაქტი რომ მან მოითხოვა სტატუსს უბრალოდ სტატუსი არ მიანიჭეს ამ დროის განმავლობაში სტატუსის მინიჭება ავტომატურად ნიშნავს მისთვის 10,000 ან თავშესაფარი უნდა მისცენ ან $10,000 ოდენობის კომპენსაცია უნდა ეს თანხები გამოყოფილია ესე იგი შესაბამისად ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი და გონივრული ეჭვი იმის შესახებ რომ ეს თანხები არაგონივრულად ან არამიზნობრივად იხარჯება თუმცა მინისტრს აქვს თავისი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით მინისტრის არგუმენტი განხორციელებელი პოლიტიკოსებს დიდი ბოდის ჩაგეკითხებით და გააგზავნეთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი რა არის თანამდებობის პირებს, რამდენიმე თანამდებობის პირს ჩვენ უკვე ამოტივტივდა მასალებში, რომ მაგალითად ერთი კომპენსაციის ნაცვლად 2 და 3 აქვს მიღებული, ანუ ერთი ოჯახის წევრი რო იყო, მამამაც მიიღო, შვილმაც, ერთმაც, მეორემაც, ცოლმაც მიიღო. ახლა როცა ასეთ ფაქტს გადააწყებდი, როცა მეორე მხრივ ხედავ, რომ ოჯახი რომელიც რეალურად გააყოფილი იყო, მაგალითად იქ ჩანს ძალიან მარტივად მიხვდები. მამა დაბადებული 1922 წელს. შვილი დაბადებული 1960 წელს. ანუ შვილი როცა 50 წლის არის, ის უკვე შვილი ეს უკვე ცალ-ცალკე ოჯახი თავისთავად ცხადია, ხო? იმას უკვე 50 წლის კაც თავისი ცალკე ოჯახი ჰქონდა შექმნილი. ამებს გაყოფილ ოჯახი ანუ სუბიექტურად წყდებოდა ასეთი საკითხები. არის ასეთი დიახ. სხვადასხვა ოჯახებთან დაკავშირებით სხვადასხვანაირად? დიახ, არის ესეთი მომენტები და ამიტომ ეხლა რატო თქვი პროკურატურას და კონტროლის პალატას შემდგომი შესწავლის უდია ჩვენ ის ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩვენმა ექსპერტებმა საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავეს. მართალია ბატონ სუბელიანს ეს არ მოსწონს და გასაგებია რომ არ მოსწონს, მაგრამ და გასაკვირი იქნებოდა რომ მოსწონდეს პრინციპში, მაგრამ ჩვენ ახლა ეს მასალები უნდა მივცეთ პროკურატურას რომ რატომ მოხდა ეს. შეიძლება ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მე ამასაც არ უარყოფ. აპირებთ ამ საქმეების გახმაურებას ამ ინფორმაციას. ყოველგვარი დიპლომატ რა თქმა უნდა. ყოველგვარი დიპლომატიის გარშემო ცხადი დარწმუნებული ვარ, ხშირ მე ვცდები, დარწმუნებული ვარ რომ მინისტრი ამ კორუფციაში არ მონაწილეობს და არ ამგონია რომ ეს იკადროს, მაგრამ მის სამინისტროში ეს ხდება. ეხლა დანარჩენი უკვე პროკურატურა უნდა გამოიძიოს. რომ შესაძლებელია სამინისტროში ეს ხდებოდეს და მინისტრი არ იყოს საქმის კურსში.